მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გამარჯობა ყველას. მინდა რომ მადლობით დავიწყო. მადლობა ყველას, ვინც გამომყევით Facebook-ზე, TikTok-ზე. უკვე დაემატა ჩემი Facebook არხიც. შეგიძლიათ მოძებნოთ ზეციერას პოდკასტი და იქაც დამიდგეთ გვერდში, ამითი დამეხმარებით რომ არხი გავაძლიერო, განვავითარო. და კარგი რაღაცეები შემოგთავაზოთ ხოლმე. მოკლედ მადლობა ყველას. კიდევ ერთხელ გამოიწერეთ ჩემი გვერდი YouTube-ზე, გამოიწერეთ ჩემი გვერდი TikTok-ზე და Facebook-ზე. მადლობა. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს გადაცემას და დღევანდელ ჩვენს საუბარს, არ იქნება დღეს სახალისო გადაცემა, პირიქით. ძალიან სამწუხარო და ძალიან ცუდ ფაქტებზე მინდა რომ გესაუბროთ და გავიაროთ რაღაც თემები რა ერთად და ძალიან შემაშფოთებელია ჩემთვის ეს რაც ხდება დღეს საქართველოში და მე მგონია რომ თქვენთვისაც ყოველ შემთხვევაში ვინც საღადაზროვნებს მათთვისაც შემაშფოთებელია ეს სიტუაცია რა და კონკრეტულად მინდა ვისაუბრო თემაზე რომელიც ძალიან გვაღელვებს ყველას უკვე. და ეს არის აი სხვისი უბედურებით და სხვის უბედურებაზე როგორ შეუძლიათ ადამიანებს იღადაონ და წერონ რაღაცა 1000 სისასტიკე და 1000 სიბინძურე რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის სულ ერთია რა ადამიანი რომელი პოლიტიკური მრწამსის არის და ვის მისდევს თავისი მსოფლმხედველობით ამას თუ იმ პარტიას რა ეს აბსოლუტურად არ მაინტერესებს მე. მე მაინტერესებს ის, რომ სად დავკარგეთ, აი როდის მოხდა საქართველოში ის, რომ ქართველებმა დავკარგეთ თანაგრძნობის უნარი. ახალგაზრდა ქალს გარდაეცვალა ახალგაზრდა ქმარი. 40 წლის იყო ლაშა. და გარდაიცვალა სალომე ბაკურაძეს, გარდაეცვალა მეუღლე, ხო? და იმის გამო რომ ის იზიარებდა ერთ-ერთი პარტიის შეხედულებებს და იყო ერთ-ერთი პარტიის გულშემატკივარი, ამის გულისთვის ინტერნეტში ატყდა ისეთი ამბავი, აი წარმოუდგენელი სისასტიკე და წარმოუდგენელი აი ეს რაღაცა ამაზრზენი დამოკიდებულება, აი იმის გამო მხოლოდ რომ მას აქვს რაღაც შეხედულება და სიმპათია რომელიმე პარტიის მიმართ. ჯერ ერთი მოდი დავიწყოთ იქიდან რომ ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა 40 წლის ასაკში. შემდეგ კიდე განვაგრძობ ამ თემას რა, რომ დავანებოთ თავი იმ ყველაფერს, რომ შვილი დარჩა მამის გარეშე, მეუღლე დარჩა ქმრის გარეშე და დედა დარჩა შვილის გარეშე და ასე შემდეგ. ამას გავანებოთ თავი. როგორ შეიძლება და შეგიძლიათ რომ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება გახარებდეთ? რანაირად შეიძლება ეს? როგორ შეგიძლიათ ეგეთი დაბალი დონე, ეგ დაბალი დონეც არ არის, ნუ მაგას სახელი არ აქვს. აი მაგ რაღაცას სახელი არ აქვს. და მერე წერთ 1000 სიბინძურეს, რომ აი ისა და წამალში გაიპარა, გული არა, ისა რაღაც ეგეთებს წერს სისაზღრეს, აბსოლუტურ სისაზღრეს რა. ჯერ ერთი მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ეგ რომც ეგრე იყოს, არც ერთ ნარკომანს არ უხარია, რომ თავისი ოჯახის წევრი იგებს, რომ თვითონ არის ნარკომანი. ეგეთი ნარკომანი არ არსებობს. ხო? ანუ თქვენი ამ კომენტარით გულს
კიდე დამატებით გარდა იმისა, რომ ადამიანებს დააკლდათ ზოგს შვილი, ზოგს ქმარი და ზოგს мама, ამას რო თავი დავანებოთ, კიდე ამას უმატებთ, რომ ესე იგი თავის შვილი აღმოაჩენს, რომ თურმე ნარკომანი мама ყოლია? ამას აკეთებთ? ვაი თქვენს პატრონს მართლა. ჯერ ეგ ერთი. ეს ეხლა არ დაწყებულა მარტო ლაშას გარდაცვალებაზე არ არის ეს. აი ის ხალხი რა, ვითომ ლიბერალიზმს რო აწვევით და ვითომ ლიბერალები რო ხართ და ვითომ ემპათია რო გაიძახით, ემპათია და სად არის თქვენი ემპათია ეხლა? სად არის თქვენი ემპათია, სად? თუ ეს სიტყვა უბრალოდ ისე გაქვთ, რა ქვია, აი ესე პროსტა აი ჭრის რა, კაი ფული იჭრება ამ სიტყვაში? არანაირი ემპათია თქვენ არ გაგაჩნიათ, არანაირი გული არ გაგაჩნიათ, სული არ გაგაჩნიათ. თქვენ ხართ რაღაც ფუტლიარები, რომლებიც დაბოდიალობთ და აი რაღაც რობოტი რო არის, რომ გაჭედავს რაღაცა და კედელს რო ასკდება, სანამ ელემენტი არ დაუჯდება მანამდე. თქვენ ხართ უსულო საგნები ხართ. გადადე გადმოდე ხართ რა. გამიგეთ? აი ეგ ხართ თქვენ. ვინც აი ამას კადრულობთ ინტერნეტ სივრცეში რა. მე მახსოვს ადრე კაც ჩემ ბავშვობაში და ასეც იყო რა, მე 80-იანის ბავშვი ვარ, კიდევ ვიძახი და 90-იანებში მე უკვე თინეიჯერობის ასაკი მქონდა 90-იანებში და 2000-იანებში უკვე დასრული ადამიანი ვიყავი უკვე და სხვათა შორის მთავარი რეჟისორი ვიყავი გორის თეატრის 25 წლის ასაკში. და მოკლედ დავანებოთ ამ თემას თავი, მე ვინ ვიყავი და რა ვიყავი, უბრალოდ არის რომელ თეატრში რა ვიყავი პროფესიით. ამას დავანებოთ თავი. აი ჩემს ახალ ბავშვობაში მე მახსოვს, რომ ახალგაზრდა რო გარდაიცვლებოდა, მე რაჭველი კაცი ვარ და ასე ხდებოდა ჩვენთან, რომ ვიღაცა ახალგაზრდა რო გარდაიცვლებოდა, მთელი სოფელი და მარტო მთელი სოფელი კი არა, აი ვინც კი იცნობდა იმ ახალგაზრდა კაცს და იმასთან ქონია ოდნავ მეტი შეხება, ვიდრე უბრალოდ გამარჯობა გაგიმარჯოს არის, ტელევიზორსაც კი არ რთავდნენ სახლში. ტელევიზორის ჩართვა არ ჩართვას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ცდილობდნენ რომ თავიანთი ოჯახებიდან გარეთ არ გასულიყო ტელევიზორის ხმა, რომ მის ჭირის უფალის ყურამდე არ მისულიყო ეს და არ სწყენოდა, რომ აი შენ ჩემი ტრაგედია არ გაიზიარე და შენ ჩემი გულის ტკივილი არ გაიზიარე და შენ მე გვერდში არ დამიდექი. ეს არის გვერდში დგომა, თორე დღეს არავის აღარ უკვის, არც ფული და არც ყველაფერი, არაფერი ეგეთი აღარ უკვის უკვე არავის რა. ეს არის გვერდში დგომა მორალური. მორალური გვერდში დგომა. აი თქვენ რომ ემპათიას ეძახით, აი ეგ არის ეგ. გარდა ამისა, გარდაიცვლებოდა ადამიანი და მთელი მისი სამეზობლო დაირაზმებოდა და ხან ერთი ოჯახი აკეთებდა საჭმელს, რომ ჭირის უფალს ხელი არ გაენძრია მთელი ის პერიოდი, რა პერიოდშიც პანაშვიდები მიმდინარეობდა და ჭირის უფალს ხელი არ გაენძრია და უბრალოდ ეფიქრა თავის მიცვალებულის სულზე და მიცვალებულზე. და ყოველ დღე სხვადასხვა ოჯახი სხვადასხვა რაღაც საჭმელს აკეთებდა და მიჰქონდათ ოჯახებში იმ ოჯახში, სადაც ესეთი ტრაგედია იყო და გვერდში ცდილობდნენ დადგომოდნენ ყველანაირად, მათ შორის საკვებით, მორალურად, ასე, აი ყველანაირად ცდილობდნენ რომ გვერდში დადგომოდნენ. დღეს არავინ არ თხოვს არავის რომ ვიღაცას გვერდში დაუდგე თუ რაღაცა რა, უბრალოდ არსებობს ესეთი კარგი გამოთქმა ინგლისურად და ქართულადაც უბრალოდ ქართულად არ ჟღერს ისე. If you have nothing nice to say, don't say anything. ანუ თუ არაფერი კარგი არ გაქვს სათქმელი იმ ადამიანზე, საერთოდ ნუ იტყვინ ურაფერს.
ეხლა ეს არ ვრცელდება იმ ისეთ კატეგორიის ხალხზე, ვინც თქვა ხა გიტლერზე და სტალინზე და ვიღაცეებზე ხლა ცუდი არ თქვა და მარტო კარგი თქვი, იმიტომ რომ მიცვალებული ასე არ გამოდის, ხო? ეხლა მე ვამბობ სოფლიო მასშტაბის კატეგორიის ვიღაცეებზე, მაგრამ კიდე ვიძახი, ადამიანი გარდაიცვალა 40 წლის ასაკში. და თქვენ გამოდექით და სიხარულის პოსტების თუ აი -1 ქოცი. რა -1 ქოცი, შვილო? ვინა ხართ, სად გაიზარდეთ, სად დაიბადეთ? რომელმა დედამ გასწავლათ, ან რომელმა მამამ გასწავლათ ეგ, რომ მიცვალებულზე შეგიძლიათ ესე თქვათ. რაც არ უნდა იმის რა ქვია, წამსის იყოს და რაც არ უნდა იმ პოლიტიკური შეხედულების იყოს. სად გაგონილა ეგეთი რაღაცა? და მე რო ამბობენ, მე ხშირად დამკვიდრდა უკვე ეს ტერმინი, აი უსამშობლოები და რაღაც ეგეთებს იძახიან ხოლმე, ხო? პოზიციის წარმომადგენლები. ეს იგულისხმება ალბათ. იმიტომ რომ ჩვენს სამშობლოში ასე არ ხდებოდა. ნორმალურებში არც ახლა ხდება ასე. და აი ამ თქვენი მოგონილი სიტყვით, აი ამ ემპათიით ხო, პირველ რიგში რო თქვენ უნდა გამოირჩეოდეთ, ვისგანაც არის ეს სიტყვა წამოსული, პირველ რიგში რო თქვენ უნდა გქონდეთ ეგ ემპათია, ხო? პირველ რიგში თქვენ არ გაქვთ ეგ და მე მოდიხარ და მე მთხოვთ, რომ მე მქონდეს ემპათია. გამიგეთ? ეს როგორი რაღაცაა, იცი? აი დაახლოებით რა, რომ ის რა ქვია, პატრულს არ კონდეს ტექნიკური დათვალიერება გავლილი და მე მთხოვდეს ტექნიკური დათვალიერება რატო არ გაგავლილიო. ან ცუდი შედარება შეიძლება, მაგრამ დაახლოებით რომ ყოველ შემთხვევაში თქვენი დონის ხალხი მიხვდება, ეხა მე რასაც გულისხმობ რა, ვისაც ეს კონკრეტული საუბარი ეხება, იმ ხალხს აი ესეთ დონე ამება ერთუჯრედიანის დონეზე უნდა დაუყვანო ეს და უთხრა რომ აი ეს რაღაცა ესე არის რა, შვილო. შვილოც არა, შვილო. გამიგე? ხო და აი როდის მოხდა საქართველოში ეს გარდატეხა, რომ ადრე მეც და მარტო მე არა კაცო, 70 წლის, 80 წლის ადამიანი გარდაიცვლებოდა, ხო? და იმაზე შეიქმნებოდა ხოლმე ერთი ამბავი. მე ხა რაიონებში როგორ იყო რა იყო, სხვა თემაა რა, კი, კაი, თბილისში ტეხავს ხმით ტირილი თუ რაღაცა, ახლა ხმით ხო არ ვიტირებ თუ რაღაცა, ეგეთები უკვე გასაგებია რაღაც, მაგრამ და არც იმის მომხრევა რომ ვიღაცებს თმები ქონდეთ მარჯვენა მხარეს ან მარცხენა მხარეს მოგლეჯილი ტირილისგან და წივილკივილისგან. ამას არ გულისხმობ, მე უბრალოდ სად დავკარგეთ აი ეს თანაგრძნობის ის თანადგომის უნარი ქართველებმა, რომლებმაც გავიარეთ 90-იანი წლები. და სულ მაგ ხოლმე სათქმელად ის, რომ აი მთელი ჩემი კორპუსის სამეზობლო იყო ძალიან ახლო ურთიერთობაში ვიყავით ხოლმე რა და ადრე წყალი მე-12 სართულზე ცხოვრობდი, ჩვენთან წყალი არ აღწევდა. თუ მატორი არ ჩაირთვებოდა, მატორი როგორც წესი ირთვებოდა მაშინ რა ქვია, დღეში 1 საათით, რო წყლები გაევსო ხალხს და ასე შემდეგ და მე ის ცითიშებოდა. და ჩვენი მეზობლის გასაღები ქონდა დედაჩემს სახლში. რომ ის ქალბატონი მე-9 სართულზე ცხოვრობდა და იქამდე თავისი წნევით ადიოდა წყალი და როცა უნდა დედაჩემ შევიდოდა, რეცხავდა, საჭმელს აკეთებდა, წყალი იქიდან მოგქონდა თუ რამე იყო და ასე შემდეგ. აი ეს პერიოდი, ამ პერიოდში გამოვლილი ადამიანები ესე არ ვიქცევით. მაგრამ ამ პერიოდში გამოვლილმა ადამიანებმა ხო დაბადეს ის თაობა, რომლებიც იქცევიან ახლა ასე. როგორ არ ასწავლეთ თქვენს შვილებს
როგორ არ ასწავლეთ თქვენს ბიძაშვილებს და იდაშვილებს, ვინც არიან ახალგაზრდები და ვინც მოდიან უკვე 2000-იანების შემდეგ და ვისაც ასწავლეს ის, რომ ავტობუსში თუ ბილეთი გაქვს შენ 90 წლის ქალი ფეხზე რო იდგეს, არა უშავს იდგეს. აი ეს რო ასწავლეს მერე მაგ თაობას, ხო? აი მაგ თაობას თქვენ რატომ არ ესაუბრეთ და რატომ არ აუხსენით, რომ ბილეთი შენ შეიძლება კი გქონდეს, ჩემო კარგო, მაგრამ უნდა სცე პატივი უფროს. იმიტომ კი არა რომ ვალდებული ხარ. არავისთან არავინ ვალდებულები არა ვართ. განა იმიტომ რომ ის ჩემთვის ავტორიტეტია რომ ავდექი მე და იმას სვავ. არა, უბრალოდ ფიზიონომიურ, აი ფიზიოლოგიურ დონეზე დავიყვანოთ ახლა ეს ყველაფერი. ის რომ თქვენ მასზე ახალგაზრდა ხართ, ის რომ მას ყველაფერი შეიძლება სტკიოდეს ამასაკში და ფეხზე უჭირდეს დგომა, თქვენ კი არა. შესაბამისად, იმის გამო რომ ავადმყოფ ადამიანს შევუმსუბუქოთ მისი ყოველდღიური ცხოვრება, ჩვენ პატივს ვცემთ მის განვლილ ცხოვრებას, მის ასაკს და ვუშვებთ იმას, რომ შეიძლება იმას ძალიან უჭირდეს ახლა ფეხზე დგომა, ამიტომაც ვსვავთ იმ ადამიანს ჩვენს კუთვნილ ადგილას. და არა იმიტომ, რომ მე ახლა ის რა ქვია, რატო ვლავცე ის ხო ჩემთვის არავინ არ არის. აი ბილეთი რო გაქვს შენ და 90 წლის ადამიანი არ დასვაო, აი ვინც ეს გასწავლათ სკოლაში თუ საიდანაც დაიწყეთ ამ ყველაფრის სწავლა, ხო? აი იმ ადამიანების ბრალია ახლა, რომ 40 წლის კაცი გარდაიცვალა და მაგაზე შეგიძლიათ დაწეროთ აი ეს სიბინძურეები, რაც მასზე წერია. და აქ არ ხდება მარტო, აი ეს ძალიან ჯაჭვი არის რა, ძალიან გავს ეს ყველაფერი ერთმანეთს. ამერიკაში ჩარლი კირკი მოკლეს, კაცი რომელიც ამბობდა რომ ქრისტიანობა არისო, თავარი ისაო, მოკლედ რომ ჩემი სიტყვებით რო ვთქვათ, კაცი რომელიც ამბობდა იმას რომ კაცია, ქალიაო, კაცი რომელიც ამბობდა იმას რომ მე ტრანსგენდერ თემას არ ავცემ პატივსო, კაცი რომელიც ამბობდა იმას რომ თუ რამე საწინააღმდეგოს დამტკიცება შეგიძლიათო, აგერ ვარ მე, მოდით და დამიმტკიცეთო. და ვერც ერთმა რო ვერ დაუმტკიცა, რასაც ის ამტკიცებდა, საპირისპირო ადგა ვიღაცა ესეთი ნაგავი, რომელსაც ეს შეუძლია დაწეროთ, -1 კოცი. აი ეგეთი ადგა და მოკლა ადამიანი თავისი ოჯახის წინ. ცოლის და შვილების წინ მოკლა კაცი. აი ეგ არის თქვენი ემპათია, თქვენივე მოგონილი სიტყვა, თქვენვე გკიდიათ ერთ ადგილას რა. და მე ჩვენზე გაქვთ პრეტენზია ადამიანებზე, ვისაც გაგვაჩნია რაღაცა ღირებულებები, რომელსაც არ გადავდივართ. ამას პრინციპი ქვია, პრინციპი სხვანაირად. თქვენ ეს არ გესმით და არ გაგიგიათ რა არის პრინციპი, მაგრამ პრინციპი ქვია ამას სხვანაირად. ჯინიანობა არა. აი თქვენ რასაც აკეთებთ, ეგ ჯინიანობაა. ეგ არ არის პრინციპულობა. თორე გამოჩნდა თქვენი პრინციპულობა, რანაირი პრინციპულებიც ხართ რა. გინდა აქციებზე და გინდა მერე და გინდა მერე. ეს რა ქვია, რისი მაქნისებიც ხართ და რანაირი ემპათია გაგაჩნიათ ზოგადად ადამიანების მიმართ. აბა ძაღლი მომკვდარი იყო, ვიღაცა ძაღლი მოეკლა და რა ამბავს ატეხავდით. და ძაღლი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანი? თქვენთვის? ეხლა შემდეგი ამბავი. შემდეგი ამბავი ეს არის, რომ იმ ადამიანს ყავს დედა. ხო? არ ვიცი ახლა ლაშას ყავდა დედმამა, არ ყავდა, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, სოხუმელი კაცი არის და დევნილი არის აფხაზეთიდან და იყო უბრალოდ და არ ვიცი ახლა ამ კაცს ესე არ ვიცნობდი მე ესე ახლოს მის ცოლთან ვარ შეხვედრილი რამოდენიმეჯერ, მასანკანიდან გამომდინარე ის რაღაცა აი ესეთი ძალიან ისე ზედაპირულად მქონია შეხება სალომესთან. თუმცა მე რამდენჯერაც შევხვდი და რამდენჯერაც მქონია მასთან ეს საუბარი, გამარჯობა გინდათ თუ ისე გინდათ,
ძალიან დადებითი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემ თვალში და ძალიან ლამაზი და კარგი ადამიანია. და კარგი მომღერალი ასევე. ხო, აი 40 წლის ასაკში და სალომე უფრო ახალგაზრდა არის, მე მგონი რამდენიმე წლით. ხო, ადამიანი დაქვრივდა. და თქვენ ამაზე ღლიცინებთ. ამ ქალს გოგოს დასჩა შვილი. ის ბავშვი დარჩა უმამოდ. თქვენ ამაზე ღლიცინებთ. გამიგე? ეს კაცი პროდიუსერი იყო და მის პანაშვიდზე მივიდა ხალხი, იმიტომ რომ ზოგი ტელევიზიიდან იცნობდა, ზოგი შოუ ბიზნესის რაღაცა სიმღერის კუთხიდან იცნობდა, ზოგი იქიდან, ზოგი იქიდან, ბერა მივიდა, ბიძინა მივიდა ოჯახით. გამიგე და აი როგორ, აი თურმე რა აი თურმე. არ შეიძლება რომ ადამიანი გარდაიცვალა, რომელთანაც ჰქონდა რაღაცა დონის შეხება და მიხვიდე იმ ადამიანს და ის ადამიანი დააფასო და მისი ოჯახი დააფასო და დაესწრო მის პანაშვიდს და გასვენებას? არ შეიძლება? ვინ ახართ, აი ვინ რანაირი ტვინით აზროვნებთ, აი ეგეთი კატეგორია ხალხის, რომ აი ყველაფერს რაღაცა ჭრილში და ჩარჩოებში აქცევთ და მე ამას რაღაცა ის რა ქვია იარლიკი ბოდიში სლენგისთვის გინდათ რომ მიარტყათ და მე ეს იარლიკი თქვენვე გწვავთ, იმიტომ რომ არასწორად რაღაცეები ქენით. მე ამ ის რაღაცა მე ბოდიშის მოხდაც არ გინდათ და ეს რაღაცა გამოკიდებული რაღაცა ლიჟბი რაღაცა თქვა მე ახლა გავისროლო რაღაც სიტყვა და არ ვატან ტვინს ზალას რა შეიძლება მოყვეს ამ ჩემ სიტყვების გასროლას გინდა ინტერნეტ სივრცეში და გინდა ისე ცხოვრებაში. უნდა გაფილტროთ თქვენი საუბარი. გინდა და მით უმეტეს ინტერნეტ სივრცეში, იმიტომ რომ ეს არ არის რა ქვია რაღაცა თქვი და მე შეიძლება გადავთქვა ის რჩება ფაქტად, ამობეჭდილი აქვს სურათებად და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა თქვენ დაბიობაზე და თქვენს ცუდ ადამიანობაზე არ ვსაუბრობ აქ. მე მინდა ჩვენ ვინც ნორმალურად ვაზროვნებთ მათ მინდა რომ ვკითხო, რომ აი სად დავკარგეთ ჩვენ? როდის დავკარგეთ ჩვენ თანადგომის უნარი? და აი ეს ჭირის და ლხინის გაზიარების უნარი. ან სად დავკარგეთ? როდის დავკარგეთ? აი ვეღარ ხვდები უკვე რა. იმიტომ რომ კიდევ ვიძახი ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა ჩემს სოფელში, სადაც მე ნახევრად იქ ვარ გაზრდილი ბავშვობაში, ჩემ ბავშვობაში მაისის ბოლოს გვითხოვდნენ ხოლმე სკოლაში არ დადაგები იწყებოდა და ეგრევე მივდიოდი ხოლმე რაჭაში. და მთელი 3 თვე ვიყავი ხოლმე რაჭაში. და თუ რამე კარგი და დადებითი და სითბო და რამე ისეთი ემოციურად ამაღლებული არსებობს ჩემში, პირველ რიგში ჩემი ოჯახის და დედაჩემი მამაჩემის და მერე უკვე ჩემი ბებია ბაბუის და ჩემი რაჭველი სამეზობლოსი და საბიძაშვილო სანათესაოდან მაქვს. და არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, მე არ მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა ახალგაზრდა კაცი მომკვდარიყო და ძალიან რთულია და ძალიან მძიმეა სალაპარაკოთ ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ რა საშინელი სანახავია ადამიანი, რომელიც სხვისი უბედურებით ბედნიერდება. და ვინც არ უნდა იყოს ის.
თქვენ რანაირი ქრისტიანები ხართ? ქრისტიანობაზე რომ გამოდიხართ და ლაპარაკობთ, რანაირი ქრისტიანები ხართ? რელიგიურობაზე არ ვამბობ მე და რანაირი მორწმუნეები ხართ, რანაირად ხართ საერთოდ. რანაირად ლაპარაკობთ ქრისტიანობაზე საერთოდ. რომ აი ესეთი რაღაცა, ნუ ვიღაცის სიკვდილი გაგახარებთ და გაბედნიერებთ. რა შუაშია ვინ ვისკენ არის და ვინ ვის პარტიას უჭერს მხარს და ვინს რა შეხედულება აქვს პოლიტიკაზე. რა შუაშია ეგ? არაფერ შუაში არ არის ეგ. კიდევ ვიძახი, ახალგაზრდა კაცის სიკვდილი, რომ კაც გაბედნიერებს. ხო? შენ სახელი არა გაქვს უკვე. შენ ადამიანი არ გქვია ყოველ შემთხვევაში. ნუ აი თქვენ ხო გიყვართ ეს რაღაცა, მე ახლა კურდღლად გრძნობ თავს, მგლად რაღაცა იხვათ. ხო, აი ალბათ ეგ რომელიღაცა ხართ რა, თუმცაღა ცხოველს რო შეუძლია და ფრინველს რო შეუძლია ემპათია გამოხატოს და ცხოველს და ფრინველს რო შეუძლია რომ თანაგრძნობა გამოხატოს, ხო? არ ამგონია მაგდენი ზოგ ადამიანს შეეძლოს. არ ამგონია. ძალიან ამაღელვებელი იყო აი ეს ბოლო 2 კვირა რა, ძალიან. აი ისეთ რაღაცეებს კადრულობთ უკვე, ხო? და მე გიკვირთ გვერდში რატო არ გიდგახართ? აი მაგიტო არ გიდგავართ რა. აი მაგიტო რომ ახალგაზრდა კაცის სიკვდილი რომ გაბედნიერებთ. იმის გამო რომ თქვენნაირად არაზროვნებს რა. და სხვა რაღაცეებს ფიქრობს და სხვანაირად ფიქრობს. აი ამის გამო ის ადამიანი რომ მოკვდება და ეს თქვენ გაბედნიერებთ, აი მაგის გამო დარჩით 200 იქ. ყოველ საღამოს იმისავით, რა ქვია, ძროხებივით რომ გადაგდენიან, მე გადმოიდენებით ისევე დაუკრეფავში გადაგდენიან, გადმოგდენიან და აი ესე დარბი ხართ აქეთ იქით რა, გზიდან გზამდე. ვისაც გეხებათ ეგ იმაც ევამბობ რა, ვისაც არ გეხებათ და ვინც ნორმალურად ფიქრობ და აზროვნებთ, მაგათთან არაფერი პრობლემა არ მაქვს მე. მაგრამ აი ესე ხო ფიქრობთ ვიღაცეები, ხო? და უმრავლესობა ეგრე ფიქრობთ. შეგიძლიათ, რომ აი ესე დაგეხარდეთ ადამიანის გარდაცვალება. ან რაში გაბედნიერებთ თქვენ ახლა ის რომ ეს კაცი გულით მოკვდა, ავარიით მოკვდა, დენმა დაარტყა, თუ ნარკომანი იყო და ვიცი რა ქვია, წამალში გაიპარა. რას ცulis ეს? აი რას ცulis? რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ის წამალში გაიპარა, გული შეტევით მოკვდა, ინსულტით მოკვდა, დენმა დაარტყა, მანქანამ დაარტყა, თვითმფრინავიდან ჩამოვარდა თუ რაქნა. არსი ის რომ ის გარდაიცვალა და 40 წლის კაცი აღარ არის სოცხალი, ამას არ ცulis არაფერი და მხოლოდ იმიტომ აკეთებთ ამას რომ ის ნარკომანი იყო და აი ნარკომანი და წამალში გაიპარა და ისა რომ აი ზუსტად ეგ ემპათია მოკლათ სხვა ადამიანებში, იმ ადამიანის მიმართ და მისი მეუღლის მიმართ და მისი შვილის მიმართ და მისი დედის მიმართ. გეგონება ქვეყნის დამაქცეველი იყო ეს ადამიანი? და ის რა ქვია აღარ მინდა რა განვავრცო ახლა ამაზე კიდე. უბრალოდ დავფიქრდეთ რა დავფიქრდეთ რა უბრალოდ რა. რომ გამომიდებთ ხოლმე რამაში კახიკავსაძის იმ სიტყვებს Facebook-ზე და YouTube-ზე და TikTok-ზე რომ არავისი არასოდეს არ შეგშურდეთო და აი რომ მოიხსნითო ამ ბოღმასო, აი კახიკავსაძის ცნობილი სიტყვები არის ეს, ხო? მაგ სიტყვებს რომ დაპოსტავთ იქ და გამომიხვალთ რომ აი თურმე როგორია უნიკალური ცხოვრების წესი და სტილი, როგორც რამაზი თუ კახიმ თქვა. და მეორე დღეს აგერ 40 წლის კაცი კვდება და ის -1 ვიღაცა წერს. აი მაგ ვიდეოების გამზიარებელი
მეორე წუთში წერს ამას. ვინ ახარ, რატო ხარ, ეგეთი რატო ხარ? ვინ გაგზარდა, ვინ აგზარდა, ვინ გასწავლა ეგ? უბრალოდ მე ნათქვამი მაქვს და არ მინდა რომ ჩემს არხზე ესე უწმაწურად ავდგე და რაღაცა ვიგინო და რაღაცა ისეთები თქვა უწმაწური სიტყვები, რაც მე თვითონ არ მომწონს სხვა არხებზე რო ხდება ხოლმე და მით უმეტეს ჩემი არხით არ მინდა რომ ეხლა მე რაღაცა ვიბილწ სიტყვაო აქ. მაგრამ აი ისე მიყავთ საქმე რომ მართლა ერჩვენიერ დღესაც უკვე ამოუვა ყელში ხალხს და მე მართლა შეგაგინებთ ვიღაცა, მე მართლა დაგარტყავთ ვიღაცა, მე მართლა რაღაცას იზავს ვიღაცა და მე დააბრალებთ რომ აი მთავრობის ტიტუშკაა და მთავრობის ის არის და მთავრობის ეს არის და რასაც არ ქმევთ ხოლმე რა. ტიტუშკა კი არა, თანაგრძნობა მაქვს ადამიანების მიმართ. შენ ერთი წაგარტყეს, წამოგარტყეს და მეორე დღეს მთელ ქვეყანას დედააგინე იმის გამო, რომ რატო გვერდში არ დამიდექით მეო გამლახესო და კაცი მოკვდა. და ამაზე გლიცინებ. და რაღაცა ისეთებს წერ, რაღაცა პოლიტიკურ ჭრილში გადაყავს ადამიანის გარდაცვალება 40 წლის კაცი რო გარდაიცვლება, ხო? რითიც არ უნდა გარდაიცვალოს ის. ეს არის ტრაგედია და ამას რო ტრაგედიად არ აღიქვავ, ქართველი აი ამას ლაპარაკობ მე ზუსტად, ამას ვსაუბრობ მე, რომ როდის დავკარგეთ ეგ თანაგრძნობის უნარი, თანაგრძნობა როდის დავკარგეთ, სად დავკარგეთ? აი ესეთი ამაზრზენი რეალობის წინაშე ვდგავართ ეხა ჩვენ. და კიდევ კარგი რომ თქვენ ნელ-ნელა ცოტავდებით და ჩვენ უფრო და უფრო მრავლდებით რა. ხო, იმიტომ რომ თქვენი ადგილი არ არის საზოგადოებაში. საზოგადოებაში თქვენნაირი ადამიანების ადგილი არ არის. ადამიანს როცა შეუძლია რომ სხვა ადამიანის უბედურებით გაიხაროს, აი იმ ადამიანების ადგილი არ არის საზოგადოებაში. არის ესეთი გერმანული სიტყვა, ხო და ვინც განათლებულია მიხვდება, ვინც არა და დაგუგლეთ რა, თუ რავი ChatGPT თუ რას იყენებთ რა, როგორც ახართ რა. Schadenfreude. აი ეს სიტყვა რას ნიშნავს? დაგუგლეთ. თქვენ სხვანაირი ენა არ გესმით და გეტყვით მაშინ რომ აი ეს რაღაც გერმანულია და დაგუგლეთ, იქნება გერმანულიდან მაინც გაიგოთ. გამიგე? ხო და აი ეს რეალობა გვაქვს ახლა ჩვენ დღეს. და ძალიან სამწუხაროა ესე რო ხდება რა. უკიდეგანო გაჭირვების ჟამს, აი უკიდეგანო გაჭირვების ჟამს, საჭმლის, პურის, შეშის არ ქონის, დენის წყლის, ყველაფრის არ ქონის პროცესში ვიყავით 90-იანებში ქართველები და კვლელობები მაშინ რო ხდებოდა იმდენი უნდა და ნახევარი თბილისის ახალგაზრდობა ჩაწვა მიწაში. ზოგი შიდა დაპირისპირებით, კლანებს შორის დაპირისპირებით, ზოგი მხედრიონ შეეწირა, ზოგი გორდა, ზოგი იმას, ზოგი ამას, ზოგი მხედრი, რა ქვია, გვარდიას და განადგურდა ნახევარი თბილისის ახალგაზრდობა და მაგას პლიუს ნარკომანიით. და მაშინ არ იყო ხალხში ესეთი სიძულვილი, აი მაშინ არ იყო ესეთი
მაგრამ აი ტვინი გამოგირეცხეს თქვენ. აი არასწორი და არა ჩვენთვის გამოსაყენებელი განათლების მიღებით. ხო და იმედი მაქვს რომ მე არავის არ ვუსურვებ ცუდს. აი ნამდვილად არ ვუსურვებ არავის ცუდს. გინდა იმ ადამიანსაც არ ვუსურვებ ცუდს რა, აი ვინც ესეთ სიბინძურეს წერდა და ზოგადად ესეთ სიბინძურეები შეუძლია რომ წეროს ადამიანებზე რა. ქართველი გარდაიცვლება, ახალგაზრდა კაცი თუ ამერიკელი თუ ევროპელი თუ უკრაინელი თუ რუსი თუ ყაზახი თუ რა აქვს, ჩინელი, რა მნიშვნელობა აქვს მაგას რა. ახალგაზრდა გარდაცვლილი, ახალგაზრდაზე რომ შეგიძლიათ რომ ესეთი რაღაცები წეროთ, ხო? აი, იმედია როდესმე მიხვდებით და ერთი რაღაცას გაგიხსნით აქ, რომელიღაცა ტვინის უჯრედს, რომელიცაც დაგანახებთ რომ რამდენად არასწორები ხართ, ვინც ეგეთ რაღაცებს წერთ. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ის ადამიანი აღარ არსებობს და გარდაიცვალა, მისი მეუღლე დარჩა, მისი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მას მშობელი ყავს, ისიც კითხულობს ამ ბედურებას, რაც თქვენ იკადრეთ. და ძალიან არ არის, ძალიან არასასიამოვნო არის რა. ეს ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს არასასიამოვნოა და რთულად კიდე, ხო? ნუ რა ვიცი რა. დიდი სიამოვნებით დაგაყენებით და დაგაფარებდით ყველაფერს თავზე. მაგრამ ნუ არ ვიკადრებ მე ეხლა ჩემს გადაცემაში რომ აქ რაღაცა გებილწ სიტყვაოთ, თუმცა არანაკლები გითხარით უფრო ოდნავ დელიკატურ ფორმით. ამიტომ ცოტა გონს მოდით, რა შეიძლება და რა არ შეიძლება და რა არის ზღვარს იქით და რა არ არის ზღვარს იქით რა. ყველაფერს გააჩნია თავის ჩარჩო. ჩარჩოს გაცდები თუ არა, იქ მე სხვა რაღაცა მოვლენები მოყვება მაგას. და ძალიან მძიმე და არასასურველი. და გქონია ეგეთი მაგალითები და ფაქტები ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე. ასე რომ თავი შეიკავეთ რა. თუ არაფერი კარგი არ გაქვთ იმაზე სათქმელი, ხო, საერთოდ ნუიტყვით ნურაფერს. გარდაცვლილზე მაქვს მელაპარაკი. და ეს ბიჭი კიდე არ ამგონია ქვეყნის დამაქცევარი ყოფილიყო ეხლა და იქ რა ქვია რომ აი რაღაცა აი ამის გამო რომ რაღაცეები, თუმცა ეს გამართლებები მაინც მოკავთ თქვენი აზრით. ნუ რახან ქოცია, ესე იგი მოსულა? კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ჩემი აღელვებისთვის, უბრალოდ ისეთ რაღაცეებზე თუ არ ჩავწერე გადაცემა, რაც მე მაწუხებს და რაშიც ვხედავ მე პრობლემას, ხო? მაშინ რა აზრი აქვს ეს დავждეთ და ვილაპარაკოთ, ეხლა ვიღიმოთ და ვიცინოთ. კარგი, ვიცინოთ, კი ბატონო. თუმცა ყველა ნახევარზე მეტი საქართველოს პოდკასტერები სიცილზე და ღიმილზე და რაღაცა ღლაჭონაზე და ღლუჭონზე არის აწყობილი. მაინც თუ ჩვენი სათქმელი არ ვთქვი და ჩვენი გულის ტკივილი არ ვთქვით, მე იმაზე კი არ მტკივა გული, რომ ვიღაცა სულელმა ადამიანმა რაღაცა სისულელეები წერა. მე იმაზე მტკივა გული, რომ ჩვენ ქართველებს არ გქონდა ეგ და როდის დავკარგეთ ეს? სად დავკარგეთ? ვინ გვაიძულა, რომ ეს გადაგვეგდო, ეს ჯანსაღი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ და ავყოლოდით აი ამ რაღაცა სისულელეებს რა, აი რაღაცა რაც საჭიროა რას და ვის მიმართაც საჭიროა ემპათია, იმას არ ვაკეთებთ, გამიგე და საერთოდ არაფერ შუაში რო არ არის, იმას ვაკეთებთ. მოკლედ დაფიქრდით ხოლმე რა ის ადამიანები, ვინც ეგეთ სისულელეებს წერთ რა, რომ რა შეიძლება მოყვეს ამას. და კარგი არაფერი არ მოყვება ამას, მაგრამ უნდა გაანალიზო რა, რას ლაპარაკობთ, ვიზე ლაპარაკობთ და რატო და რა მიზნით და ასე შემდეგ რა, ეს არ შეიძლება ბიძია.
თქვენიცად უნდა საკუთარი თავი დააყენო, უნდა შეატრიალო სიტუაცია და საკუთარი თავი დააყენო იმის ახლობლების ადგილას. თქვენი გადმოსახედიდან და თქვენი სამრეკლოდან უყურებთ სოფლიოს და ქვეყანას რა. აქ ჩვენ ადამიანები ვცხოვრობთ კიდე, რომლებიც აბსოლუტურად არ გეთანხმებით კი არა, საერთოდ ვისურვებდით, რომ საერთოდ არ არსებობდეთ ეგეთი აზროვნებით ადამიანები, მაგრამ ხო არსებობთ და ხო ჩვეულებრივად გიტანთ ჩვენ და ხო ჩვეულებრივად და არც არავის არ გაგვეხარდება კიდე რამე თუ ცუდი თუ მოგივათ რა. არავის. აღარაფერს ვამბობ სიკვდილზე. რაც არ უნდა არ მომწონდეთ. მე მინდა რომ სამძიმარი გამოუცხადო ბაშა ბესლაძის ოჯახს, მის მეუღლეს, მის შვილს, მის მშობლებს და რა ვიცი. ამ დროს რა უნდა უთხრა ადამიანებს, ეგეც არ ვიცი რა. მერთმა ნუგეში მოგცეთ რა ვიცი და მართლა ძალიან საწყენია რომ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. რითიც არ უნდა ყოფილიყო ეს. არა აქვს მნიშვნელობა რა. და მით უმეტეს კიდე. თუ დარწმუნებული არ ახართ რაღაცაში, რატო იძახით? ამითი დღევანდელი გადაცემა მინდა რომ ესე დავამთავრო, რომ ცოტა დავფიქრდეთ რა ხალხი. ცოტა დავფიქრდეთ, რომ ის სითბო და ის რაღაცა, რითიც ჩვენ განსხვავდებოდით ყველა დანარჩენი მსოფლიოსგან, სად დავკარგეთ და სად ვკარგავთ. ურთიერთობები დავკარგეთ. საკუთარ სანათესაოსთან, საკუთარ ახლობლებთან. მისვლა არ გვინდა, მოსვლა არ გვინდა. რა ქვია, ჭირში გვერდში დგომა არ გვინდა, ხილში გვერდში დგომა არ გვინდა. ის ჩვენ აღარ გვინდა, ეს ჩვენ აღარ. გავზარმასდით, აი ტელეფონით დაურეკავ, მოვიკითხავ. გამიგე? დაურეკავ, რომ მივიდე სახლში იქნება, ვაიმე რო არ უნდოდეს ეხა ჩემი მიღება. რას ქვია არ უნდოდეს მიღება, რას ქვია, აი ძალიან სამწუხაროა რა, ძალიან სამწუხაროა ესეთ არაფრად რო გარდაიქმნა ზოგიერთი ქართველი. ესეთ ღირსეული ჭირით, ღირსეული ლხინით, ღირსეული ტრადიციით, ღირსეული ყველაფერი ღირსეული გქონდა, გაიგე და ეხლა ვცდილობ რომ არარაობად გადაკეთდე და მე არ მინდა არარაობად ვიქცეთ ჩვენი ქვეყანა და ბარეორი კიდე ბევრია ჩემნაირი რა და არც იმათ არ უნდა სავარაუდოთ. მოკლედ ძალიან დიდ სამძიმარს უცხადებ მის ოჯახს და ყველა ახალგაზრდა გარდაცვლილის ოჯახს, რომლებიც გინდა ხელისუფლების დროს, გინდა წინა ხელისუფლების დროს, გინდა იმის წინა ხელისუფლების, გინდა ომებში. ვინც ახალგაზრდა გარდაიცვალა სამშობლოსთვის გინდა, თუ ისე გინდათ, არა აქვს მნიშვნელობა მაგას. ყველას ოჯახს უსამძიმრებ მის დანაკლისს. და ესე შეგვძლებოდეს ერთმანეთის ჭირის და ლხინის გაზიარება რა. როგორც შეგვეძლო. მადლობა და ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ თუ ცოტა ზედმეტ ემოციებში გადავარდი, მაგრამ უბრალოდ ამ თემაზე ლაპარაკის გარეშე არ შემეძლო რა და ვერ გავატარებდი ამ სიტუაციას და არც უნდა გამეტარებინა და არც ერთმა ჩვენთაგანმა არ უნდა გაატაროთ. არც ერთმა ქართველმა, ნორმალურმა ქართველმა არ უნდა გაატაროთ. მე არ გეუბნებით რაღაცა შეუვარდეთ და გაბულინგოთ რა ეს რაღაცა ქენი ასე ქენი ისე ქენი. უბრალოდ ყველამ უნდა აღნიშნოთ, რომ შენ ხარ არასწორი ტიპი რა. კი არ უნდა აგინო და კი არ უნდა დააფარო თავზე რაღაცა, თუმცა მაგის ღირსებიც არიან ზოგი, მაგრამ და რაღაცა ნორმალურად უნდა აუხსნას, რომ ბიჭო შენ ვინა ხარ? შენ ხარ უზრდელი კაცი, შენ ხარ გაუნათლებელი, განუვითარებელი და ასე შემდეგ.
მეტი არაფერი. მადლობა ჩემო კარგებო ყურადღებისთვის. დღევანდელი გადაცემა მე მიჩვენია რომ დავამთავრო, იმიტომ რომ რაც უფრო შევდივარ სიღრმეებში, მით უფრო მეტად მეშლება ნერვები და არ მინდა რომ თქვენს დაგყალოთ ამ ჩემი მოჭარბებული ემოციებით რა. ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, TikTok არხი, როგორც დამიდგეთ და განვავითარო არხები, რომ მეტი და მეტი კარგი რაღაცეები შემოგთავაზოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ კარგი გამოხმაურება ქონდა ჩემ წინა ვიდეოს, კარგი ნახვები ქონდა YouTube-ზე, ესე გააგრძელეთ. მაგრამ ნახვასთან ერთად იქ თუ გამომიწერთ, ხო კარგი რა, კარგი იქნება ეგეც რა. ასევე TikTok-ზე ძალიან კარგი ნახვები ქონდა, გამოხმაურებები ქონდა, ბევრი კომენტარი დაიწერა, ბევრი რაღაცეები თქვა და ძალიან მსიამოვნებს მე, იმიტომ რომ ჯანსაღი ყველაფერი მსიამოვნებს. არა ჯანსაღი არ მსიამოვნებს მე და ავადმყოფური რაღაცეები თორე. ჯანსაღი დაწყებული კრიტიკიდან ყველაფერი კარგია. მინდა რომ ბედნიერი დღე გისურვოთ ყველას. მინდა რომ ღმერთი გწყალობდეთ და მინდა რომ არავინ ახალგაზრდა აღარ გარდაცვლილიყოს ძალიან მას იბერემდე რა, სადღაც 95-დან ზემოთ, ქვემოთ არა. თუმცა ეხა ვინც 100 და 110 წლის არის, თუ არსებობს ესეთი არ ვიცი ვონ, შეიძლება თქვას რომ რასპერჩი კაცო 15 წლის უკან უნდა მომკვდარიყავიო, არა ბატონო, 95 ქვემოთ ნუ გარდაიცვლება ნუ რა. ზემოთ ეხლა როდესღაც ყველა გარდავიცვლებით და გადავალთ მარადიულ სამყოფელში, ხო და მოდი ისე გადავიდეთ მარადიულ სამყოფელში, რომ ღმერთმა არ გითხრას, რომ შენ არ გიცნობ. ვინახარ შენ არ გიცნობ მე. მადლობა ყურადღებისთვის და გულისხმიერება მოგმადლოთ ღმერთმა. და კეთილი საქმეები და კეთილი თვისებები და გული გაგილღვოთ და სიყვარული მოგფინოთ გულში რა, მეტი არაფერი. ჯანმრთელობას გისურვებთ, ღმერთი ფარავდეთ ყველას, შევხვდებით შემდეგ გადაცემაში.